მოკლედ პატარა განცხადება მინდა გავაკეთო ჩემო ძვირფასო მეგობრებო. როგორც იცით, მით უმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ, იციან, რომ ხვალ 10 აპრილს არის ჩემი დაბადების დღე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ არის წითელი პარასკევი, დაბადების დღის გადახდას რა თქმა უნდა არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის სოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის და ადამიანისთვის ყველაზე უმძიმესი დღე, როდესაც უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი, ჩვენი იესო ქრისტე ეწამა და აღესრულა კაცობრიობის გულისთვის. შესაბამისად, მე ჩემთვის ეს ყველაზე უმძიმესი დღე და ზოგადად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მსგავს ტიპის გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ვერ მივიღებ და არ მივიღებ, იმიტომ რომ ნამოსი პრინციპები და ღირსება არ გამიშობს იმაზე, რომ წითელ პარასკევს მე ვიღაცა ლორენცომ გავბედო და როდესაც კაცობრიობა გლობობს დაბადების დღე გადავიხადო. შესაბამისად, ჩემი დაბადების დღე გადატანილი იქნება ფართს გულისხმობ დღესასწაული, როდესაც შეიძლება უნდა აღვნიშნოთ ეს ყველაფერი 30 აპრილს. 30 აპრილს იქნება ჩემი დაბადების დღის ივენთი, შესაბამისად იმ ადამიანებს, რომლებსაც მოგწერთ პატივს დაგდებთ, რომ ჩემი დაბადების დღეზე იყო. 30 აპრილს იქნება ჩემი დაბადების დღის ივენთი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინასწარ გილოცავთ. ჩვენს გულებშიც დაბადებული იყოს ქრისტე, რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ყველას გისურვებთ, რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს არის კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. ეს არის უმძიმესი დღე, რომელიც უნდა ვატაროთ სუფთად, სიმართლით, თავი შევიკავოთ უშვერი სიტყვების ხსენებისგან, თავი შევიკავოთ ერთმანეთის შეურაცხყოფებისგან და თავი შევიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან, რადგან ამ დღეს ყველაზე მეტად გვმართებს სულიერი სიმშვიდე და ძალა იმ ყველაფრისა, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ თუ რამდენად მძიმე გზა გაიარა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჩვენი გულისთვის, რომ ადამიანები სამოთხეს შესულიყვნენ. იმიტომ რომ ეხლა დეტალების ახსნას აღარ დავიწყებ რაღაცეების, ხო? ისტორია ვიცით რა როგორანაირად კარგად იცნობთ ჩვენ სარწმუნოებას. კი ბატონო, მოკლედ ყველას გილოცავთ წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ხვალ თავი შევიკავოთ ბევრი ნეგატიური რაღაცეებისგან. ასე რომ ესე ჩემო ძვირფასო მეგობრებო 30 აპრილს იქნება ჩემი დაბადების დღის ივენთი. ასე რომ stay cold. მოკლედ პატარა განცხადება მინდა გავაკეთო ჩემო ძვირფასო მეგობრებო. როგორც იცით, მით უმეტეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან კარგად მიცნობენ, იციან, რომ ხვალ 10 აპრილს არის ჩემი დაბადების დღე. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხვალ არის წითელი პარასკევი, დაბადების დღის გადახდას რა თქმა უნდა არ ვაპირებ, იმიტომ რომ ეს არის სოფლიოსთვის, კაცობრიობისთვის და ადამიანისთვის ყველაზე უმძიმესი დღე, როდესაც უფალი იესო ქრისტე, მაცხოვარი, ჩვენი იესო ქრისტე ეწამა და აღესრულა კაცობრიობის გულისთვის. შესაბამისად, მე ჩემთვის ეს ყველაზე უმძიმესი დღე და ზოგადად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმდენად მნიშვნელოვანი არის, რომ მსგავს ტიპის გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა ვერ მივიღებ და არ მივიღებ, იმიტომ რომ ნამოსი პრინციპები და ღირსება არ გამიშობს იმაზე, რომ წითელ პარასკევს მე ვიღაცა ლორენცომ გავბედო და როდესაც კაცობრიობა გლობობს დაბადების დღე გადავიხადო. შესაბამისად, ჩემი დაბადების დღე გადატანილი იქნება ფართს გულისხმობ დღესასწაული, როდესაც შეიძლება უნდა აღვნიშნოთ ეს ყველაფერი 30 აპრილს. 30 აპრილს იქნება ჩემი დაბადების დღის ივენთი, შესაბამისად იმ ადამიანებს, რომლებსაც მოგწერთ პატივს დაგდებთ, რომ ჩემი დაბადების დღეზე იყოთ. ძალიან გამახარებთ იმ ადამიანებს, ვისაც მოგწერთ თუ მობზანდებით. 30 აპრილს იქნება ჩემი დაბადების დღის ივენთი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინასწარ გილოცავთ. ჩვენს გულებშიც დაბადებული იყოს ქრისტე, რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, ყველას გისურვებთ, რომ ძალიან ფრთხილად ვიყოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან. ეს არის კაცობრიობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. ეს არის უმძიმესი დღე, რომელიც უნდა ვატაროთ სუფთად, სიმართლით, თავი შევიკავოთ უშვერი სიტყვების ხსენებისგან, თავი შევიკავოთ ერთმანეთის შეურაცხყოფებისგან და თავი შევიკავოთ ზედმეტი ემოციებისგან, რადგან ამ დღეს ყველაზე მეტად გვმართებს სულიერი სიმშვიდე და ძალა იმ ყველაფრისა, რომ ეს ყველაფერი გავიაზროთ თუ რამდენად მძიმე გზა გაიარა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჩვენი გულისთვის, რომ ადამიანები სამოთხეს შესულიყვნენ. იმიტომ რომ ეხლა დეტალების ახსნას აღარ დავიწყებ რაღაცეების, ხო? ისტორია ვიცით რა როგორანაირად
კარგად იცნობთ ჩვენს არწმუნოებას. კი ბატონო, მოკლედ ყველას გილოცავთ. წინასწარ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვალთავი შევიკავოთ, ბევრი ნეგატიური რაღაცეებისგან. ასე რომ ესე ჩემო ძვირფასო მეგობრებო 30 აპრილს იქნება ჩემი დაბადების დღის ივენთი. ასე რომ stay cold.